მოვამზადოთ ერთი ქვაბი ბედნიერება 8 ადამიანისთვის. გამოვიდა ძალიან გემრიელი და ნოყიერი და ამ ერთი წუთის განმავლობაში თქვენს დარწმუნდებით ჩემი სიტყვების ისტორიაში. როგორც ყოველთვის მოვამზადე ნოსტეს ქათმის ხორცით. მე განსაკუთრებით მიყვარს ბარკალი და ბარკლის ძირი, ამიტომ მხოლოდ ეს ნაწილები გამოვიყენე. პირველ რიგში კანი გავაცალე, გავასუფთავე და შევწვი ზეთიან გახურებულ ქვაბში. ორივე მხრიდან. სასურველია კარგად დაბრაწოთ და მარილიც მოვაყაროთ. სანამ ბარკლები იბრაწებიან, წვრილად დავჭერი ნიახურის ღეროები, სტაფილო და ხახვი. შემდეგ შემწვარი ქათმის ხორცი გადავიდანე ცალკე ჭურჭელში და იმავე ქვაბში დავამატე ცოტა ზეთი და მოვთუშე დაჭრილი ბოსტნეული. შემდეგ დავჭერი ბეკონი და ბოსტნეული თვითონ რომ დარბილდა დავუმატე ბეკონი და დაჭრილი ქამასოკო. კარგად ამოურია და სოკოც რომ დარბილდა და წვენი გამოუშვა, შემდეგ დავუმატე ნიორი და დავასხი მისი უდიდებულესობა წითელი ღვინო. მოვაყარე მარილი და დავასხი პომიდორი. ისეთი სურნელი დადგა, ნერწყვი მადგებოდა სულ. შემდეგ ჩავალაგე შემწვარი ქათმის ნაჭრები და ვადუღე კიდევ 15 წუთი. ცოტა ბალზამიკოს ძმარის მოვასხი, რომელიც შეგიძლიათ გამოტოვოთ კიდეც, მაგრამ ძალიან პიკანტურ გემოს აძლევს. ბოლოს მოვაყარე ოხრახუში, შავი ზეთის ხილი, ჩავეხუტე თონის პურს და გავაქრეთ წამებში.